გამარჯობა ჩემო კბილებო საყვარლებო და კარგებო. დღეს არის ჩემი დაბადების დღე პირველად რალმაზი დღეა რანათელი მზეა იმდრომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა გილოცო ჩემო თავო ყველაფერს საუკეთესო გისურვებ და ყველა შენი ოცნების ახდინას ვიყვარ ხარ ვერცამ ბედნიერი დიდი არაფერი არ გამიკეთებია მხოლოდ სახში აღნიშნე როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე აი ეგრე გურიკა იყო მოსული საჩუქრები მომიტანა და გავაცილეთ გურიკა გუშინ მოვიდა დღეს წავიდა მე შეიწავში რადგან ჩემ კაბას უხდებოდა რომელიც მეცვა არ დაბადების დღეზე არ მეცვა რამდენიმე ფოტო გადავიღე მაგავეში და ეგ იყო სხვა არაფერი ბევრი არ მოსულამეტი არ ვიცი აწი საღამოს შეიძლება მოვიდეს კიდე თუმცა არ ვარ დარწმუნებული და ბევრი არც არაფერი გაგვიკეთებია და დიდად არც აღმიღნიშნო სიმართლე რომ გითხრათ ისე რაც შევატყობ ჩემი დაბადების დღე როცა არის იმ დღეს ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვარ და არ ვიცი რატომ არ ვიცი ყოველთვის ისე ახალმე და არა და არ ვიცი არა და ისე არ უნდა იყოს მაგრამ ჩვეულებრივზე მეტად მაღეზიანებს ხოლმე საკუთარ დაბადების დღეს ყველაფერი არ ვიცი თუ ვინმე ხართ კიდე ესე რატომ რა ბევრისგან გამიგია რომ საკუთარ დაბადების დღეზე აი ძალიან უყვართ ძალიან კარგად აღნიშნავენ ერთობიან მაგრამ შინაგანად რაღაც ცუდ ხასიათად გებიან არ ვიცი რატომ არ ვიცი ეს ბრალია შეიძლება იმის რომ წლები გვემატება დღეს გავხდი 27 წლის იმედი მაქვს რომ არ მეტყობა მაგრამ სერიოზული ასაკია უკვე 27 წელი სიმართლე რომ გითხრათ ასაკის უკან დაბრუნება სიმართლე რომ გითხრათ არ მინდა არა ანუ რამდენიმე წელს უკან დამაბრუნა ოღონდ ისე ის რო ვიყო ვინც ვარ ოღონდ ანუ ეს გამოცდილებები ხასიათი ცვლილებები საკუთარ თავში რაც ეხლა მაქვს ეგ რომ მქონდეს მაშინ კი თორე ისე არა იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი თავი რომ მახსენდება ღმერთო ჩემო რამდენიმე წლის წინ ჩემ თავთან არ ვიმეგობრებდი იმიტომ რომ ღმერთო ჩემო რა თქმა უნდა ეგ კარგია იმიტომ რომ ვიცვლები და ეგ მომწონს საკუთარ თავში ძალიან თან მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის ყველა ცვლილება ჯერ კიდევ კი წინ არის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ესეა და რა ვიცი ხო მერწყული ვარ ზედი აქვეც და მგონი ხასიათზე მეტყობა მერწყული რომ მეტყობა ცოტა ინტროვერტი ცოტა უცნაური ცოტა გავგებარი ცოტა არა ძალიან გავგებარი ადამიანი ვარ მე ჩემი ჯოჯობით არ მიპოვნია ესეთი ადამიანი რომელსაც ჩემი ესმის მაგრამ რას ვიზამთ ესეც ამასაც თავისი ხიბლი აქვს რაღაცნაირად ხო მთლის იყო დიდი არაფერი გამიკეთებია ტორტი იყო კარგი რომელიც ვჭამეთ რა თქმა უნდა ლუკა არ იყო ჩვენთან ლუკა გურიკას ძმა ლუკამ ოპერაცია გაიკეთა ეხლა ხან და კიდევ დაკავებული თავის საქმეებით და ვერ მოვიდა მაგრამ ყველაფერი გავატანე ლუკასთან იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთი რომ მოდის ხოლმე და მეორე რომ არ მოდის ისე ვარ არ მინდა რომ რაღაცნაირად ესე იგრძნოს თავი ამიტომ ყველაფერი გავატანე შოკოლადები სპეციალურად მქონდა ნაყიდი ლუკასთვის და ისინიც გავატანე გურიკას იმიტომ რომ ნუ გურიკასთვისაც მარტო ლუკასთვის არა მაგრამ ზოგადად ხვდებით რა გულისხმობ აი ვისაც დეიდაშვილები ყავთ 2-3 არა აქვს მნიშვნელობა ეგენი მიხვდებით ხარ გულისხმობ აი ერთი რომ მოდის და მეორე რომ არ თან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ეგ კიდევ უფრო რაღაცა ბევრმა ადამიანმა ძალიან მომილოცა Facebook-ზე, Instagram-ზეც მივიღე მოლოცვა და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ ყველა ნაცნობის, ახლობელის, ვინც მომილოცა. წელს ისეთმა ადამიანებმა მომილოცეს, ისაც არ მეკონა რომ ვახსოვდე და ძალიან კარგია და ძალიან მიხარია მოკლედ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაბადების დღე ისეთი დღეა რომ რაღაცნაირი ორი სიტყვა, ხო, გილოცავ დაბადების დღეს ორი სიტყვა, ხა რა უნდა ამის დაწერას და ადამიანს რომ მიწერ, ეგ დაამახსოვრდება და გაუხარდება. რა უნდა მაგის დაწერას? ხოდა ეს კარგი ხა წავედი და თუ რამე მოხდება დღეს, კიდე დღეს ბოლომდე გადავიღებ და ხოლმე დავდებ ამ ვიდეოს. კოცნით ყოველს და ყოველს მადლობა მოლოცვისთვის, წინასწარ იმიტომ რომ ვიცი რომ კომენტარები იქნება აუცილებლად და ამიტომ აქედან გიხდით ყოველს ძალიან დიდი მადლობას იმ მოლოცვებისთვის, რასაც ჩემთვის გაიმეორე. წამოდით ჩემთან ერთად ჩემი დაბადების დღის საყიდლებზე რომ მე ხა მივდივარ რომ ვიყიდო რაღაცეები სანთლები და ასის შემდეგ
რომ მომემზადო ჩემი დაბადების დღისთვის, რომელიც ხვალ არის 1 თებერვალს. ესე გამოვიყურები ჩემი ახალი ზედამოცვია. მიცეს დავაყენოს კამერა. კიდე. ისო. აი რაღაც ესეთი ამისფერი ქვედა და რა თქმა უნდა ესეთ კურტკას გადავიცვამ შავს. რომ ცოტა ისე არ ვიყორო და ჩვენთან ისეთი კაი ამინდია და ისეთი მზეა გარეთ და ისეთ ფილა რომ ვერ წარმოიდგენ ტუჩზე მისვია. აი ეს ფლორმარის whiter lip stick აი ეს ამას წაის მომწ და მოიშორებთ და ტუჩზე ეს ფერი გიქნებათ მთელი დღე და მაგარი რამეა და კონტური მისვია მიღაცა აქედან მოწითალო ფერის და ეს არის ეხლა მივდივართ თვალზე არაფერი არ მისვია თითქმის მისვია ოდნავ ღია ფერი მწყვალები და მორჩა და ესე გამოვიყურები მგონი ეს ფერი მართლა მიხდოდა აკამდე სად ვიყავი იმდენი კომპლიმენტი მივიღე ამ ზედასთან დაკავშირებით როგორ გიხდება ეს ლურჯი ფერიო ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ კომპლიმენტებისთვის ხო მე რომ მოვალ მანიკურებს გავიკეთებ მე თვითონ მიკეთებ იმიტომ რომ მაგ ძალიან სუსტი ფრჩხილი და ეს რა ქვია რომ წავიდა არა და ჩვენთან რა ჩაულებრივი გოგოები ყავს აქ ფრჩხილის მასტერები მაგრამ ეშინია ძალიან რომ მე რომ მომტყდეს ანუ ისეც მარტივად მტყდება და რაღაცა მოკლედ ამის გამო თავს ვიკავებ ხოლმე და სულ ისე წამძლევს ხოლმე სულ რომ მივიდე აი არ ვიცი მაგრამ თავს ვიკავებ რომ რაღაც კიდე უარესი არ დავმართო ჩემს ფრჩხილებს ხო, ეხლა არა და კარგად მესდება და ყველაფერი უბრალოდ სუსტია. ხო და ეხლა გადავიცოთ კურტკას, წავიდეთ თორემ ბებია ჩემი მოთმინებას კარგავს. უნდა გითხრათ ერთი რამე რომ ვერ მოვითმინე, როგორც ყოველ წელს მემართება ხოლმე და წელსაც ვჭამე საცივი, სტუმრები რო იყვნენ, რაღაც მიგზიანი გააკეთე საცივი იყო ბებია ჩემი და აი ამას თუ ხედავთ, მე ბევრჯერ მაგას ხოლმე რომ ალერგია მაქვს თხილზე, სხიულზე ზოგადად და რომ ჭამა ის მე არ ვიაბარეთება ჩემს სახელს და არ ვიცი ღრუნცელა რო იქნები ადამიანი მეტყობოდეს მაინც. წავიდეთ. და მე ჩემი მაიყვია. აგერ არის მარილი. აქ სადღაც. კუდი. მეთქინდა. დაბადების დღის სანთელს ვეძებ, რომელიც აქ არ არის. არა და ადრე მახსოვს რომ იყო. ზვირია. დაბადების დღისთვის. აგნა ვარჩევ რამე. მოვიდით და ესენი ვიყიდეთ, მაგრამ სანთელი ვერ ვიშოვე. კიდე ესენია. სანთელი ვერ ვიშოვე დაბადების დღის და ჩემი ძმა დამპირდა რომ ხვალ წავალო და მოგიტანი. ვიშოვიო. ყველა ვარიანტი ვიშოვიო. ხელა დღეს და მოკლედ გამოვიხურთე. ახლა ფოტოებს გადავიღებ, რომ ხვალ დავდო. დაბადების დღისთვის. ბუშტები. რამდენი წელია ესენი მაგ და არასდროს არ გამომიყენებია იქ. აი ნახეთ რამდენია. ხო და ეხლა ვაპირებ რომ ცოტა გავუბერ პატრა ბუშტებია. ცოტა გავუბერო და ფოტოებისთვის გამოვიყენებ მოკლედ. Like წინაზე მე მგონი არ მიჩვენებია რა იყო ამ კაბის პრობლემა, რომელიც გამოვიწერე. აი ესე გამოიყურება. ცოტა აქ მაგ მგონი დასაკლები, მოსაკლები კაბა. თვითონ აქ ზევით კარგად მაგ ანუ არც არაფერი ისე აქ. აქ წელს ნუ არ ავშოს და ერთადერთი რაც არის პრობლემა, ეს არის რომ არის ჩემთვის ძალიან გრძელი. ანუ არ მეკომფორტულება ამ კაბის სიგრძე, არ მომიტყვია. და მინდა რომ დავამოკლო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ თვითონ ის ხელები ეს აქ. ისიც უნდა იყოს. და ეხლა რამდენი ფოტო გადავიღე ამ კაბაში. ხოშოშ ძალიან კაბა. ძალიან დაზევარდისფერია და აი ყველაფერს თითქოს უხდება რაღაცა ეგეთია, მაგრამ ეგ ერთადერთი დეტალიც არ მომწონს ამ კაბში. აი გაჩვენოთ. აი უაზრო სიგრძე. არ არის რელომეს. ეს არის ჩემი დაბადების დღის ტორტი. ტიბაქტებით და ბრჭყალებით. როგორც ახლა ის ტრენჩი და უნდა შიგნით გაჩვენებ შიგნით როგორია, მაგრამ შიგნით აქვს ჟოლო და ანანასი თუ მე არ ანუ ეგრე შევუკვეთე და იმედი მაქვს რომ ზუსტად ეგრე გააკეთეს. და არის ისეთი ლამაზესი შოკოლადის ტორტი. ძალიან ლამაზია. ისე ტყვით
Ești doar șpătigat, oameni. ვიდა ნოუსად ხას ნით არის ესეთი ზევით ფენაში სულ ანანასი, ქვევით ჟოლვა და შიგნით აფენებით არის შოკოლადის. დია ყავაზა მივისმე ანდა ეხლა Buridan, portoxali var. ახი. ამ გემრიალ ორი პიცის ნარჩენს, რომელიც ჩემი დაბადების გამოჩნდა და რომელიც ჩვენ გამოვაცხეთ.